TV4-ის ეთერშია კვირის შემაჯამებელი საინფორმაციო გამოშვება ქრონიკის დაიჯესტი. რუსთავის ისტორიულ მუზეუმში ახალგაზრდულ შემეცნებითი პროექტის აღმოაჩინა რუსთავის დიდი ისტორია. შემაჯამებელი ღონისძიება გაიმართა. პროექტის ფარგლებში რუსთავის ციხე, ქალაქზე და სასახლეზე მიმდინარე არქეოლოგიურ ექსპედიციაში რუსთავის სკოლების მე-12 კლასელი 500-მდე ახალგაზრდა იყო ჩართული. არქეოლოგიურ ექსპედიციაში ახალგაზრდები საკუთარი სურვილით და მერიის ორგანიზებით ჩაერთნენ და რუსთავის ისტორიის კვლევის პროცესში პროფესიონალებთან ერთად მონაწილეობდნენ. პროექტის მონაწილე ახალგაზრდებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ. შეიქმნა სპეციალური სტენდი, რომელიც წარწერით მე აღმოვაჩინე ჩემი ქალაქის ისტორია ექსპედიციის თითოეული მონაწილის სახელს შეინახავს. დღევანდელი დღე იყო შეხვედრა შემაჯამებელი, სადაც ახალგაზრდებს მადლობა ვუთხარით რუსთავში ყველაზე დიდ არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობისთვის, გადავეცეთ სიმბოლური საჩუქრები და რა თქმა უნდა წავახალისეთ ის, რომ თითოეულ ახალგაზრდას უფრო მეტად უყვარდეს თავის ქალაქი, ამაყობდეს და დიდი სიყვარულით იღებდეს მონაწილეობას მათ შორის ისტორიის აღმოჩენაში. შესანიშნავი ამბავი ხდება რუსთავში, აი გამორჩეული ამბავი, არც კი მეგულება, აი თანამედროვე ქალაქების ისტორიაში და ახალგაზრდობის აქტივობის ისტორიაში ასეთი მნიშვნელოვანი ამბავი. ცოტა წარმოუდგენელიც არის, რომ 500 ახალგაზრდა აქტიურად ღებულობს მონაწილეობას თავისი ქალაქის ისტორიის აღმოჩენაში. ნინო ლაცაბიძემ გააკეთა უმნიშვნელოვანესი საქმე. დღეს რო შემოვედი რუსთავის მუზეუმში და დავინახე ამდენი ახალგაზრდა, ცოტა ხანი საკუთარ თვალებს ვერ უჯერებდი და კიდევ უფრო დაუჯერებელი იყო ის ამბავი, რომ ეს ახალგაზრდები უკვე ისე კარგად იცნობენ ამ გარემოს და თავიანთი ქალაქის ისტორიას, რომ დარწმუნებული ვარ, გავაწყლები და ყველა ჩვენთაგანი ამ თაობით გასაკუთრებით იამაყებთ. ძალიან საინტერესო იყო, თვითონ პროცესმაც იმდენად ჩამithლია და იმდენად მნიშვნელოვანი ცოდნა მომცა, რომ ძალიან კმაყოფილი დავრჩი. ჩემი თანატოლებმაც ესეთი გამოცდილება მიიღეს, როგორც აქამდე ჯერ არ მქონია. საინტერესო იყო თვითონ უშუალოდ ამ არქეოლოგიურ ექსპედიციაში მონაწილეობის მიღებაც და თვითონ პროცესში უშუალო მონაწილეობა. რუსთავში ნომერ 23 საბავშვო ბაღის სრული რეაბილიტაცია სრულდება. პროექტი ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა. ახალ საბავშვო ბაღში საღმრძლო პროცესის დაწყებამდე პატარებისთვის ღია კარისხე მოეწყო და შენობა საქართველოს ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ ზოხაძემ რუსთავის მერთან ნინო ლაცაბიძესთან და მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან ბიქა ულუშაძესთან ერთად დაათვალიერა. პროექტის ფარგლებში სრულად განახლდა არსებული ინფრასტრუქტურა. მოეწყო სათამაშო და საძინებელი ოთახების, ველი წერტილები, რეკრეაციული ზონები, ეზოდა ყველა საჭირო შიდა და გარე სივრცე. ბაღის შენობა სრულად ადაპტირებულია განსაკუთრებული საჭიროებების მქონე ბავშვებისთვის. რეაბილიტაციის შედეგად 200 ბავშვისთვის შეიქმნა უსაფრთხო, კომფორტული და განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. განახლებული ბაღი მოიცავს სკოლამდელი ასაკის ბავშვების საჭიროებებზე მორგებულ თანამედროვე სასწავლო, დასაწყენებელ და ადმინისტრაციულ სივრცეებს, მოწესრიგდა უსაფრთხოების გათბობის ელექტრომომარაგების და საკანალიზაციო სისტემები. პროექტი სახელმწიფოს დაფინანსებით განხორციელდა და მისი ღირებულება 5 მილიონ ლარამდეა. ცენტრალური ხელისუფლების მხარდაჭერით დღეს რუსთავში უპრეცედენტო პროექტები ხორციელდება იმისთვის, რომ სკოლამდელ აღზრდის მოსწავლეებს და ბავშვებს ჰქონდეთ უკეთესი გარემო. 4 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია ახლის მშენებლობა მიმდინარეობს. დღეს უკვე 1 დასკვნით ფაზაზეა და რაც ყველაზე კარგია ის, რომ თანამედროვე ძალიან კარგი გარემო ეწყობა, ასევე ჩვენ ვცდილობთ, რომ პროექტის ფარგლებში გავითვალისწინოთ ბავშვთა ნაკადის ზრდა და რა თქმა უნდა პროექტებში ვამატებთ დამატებით ჯგუფებს იმისთვის, რომ კიდევ უფრო მეტი კომფორტი გქონდეს. სწორედ ეს არის კარგი მაგალითი ადგილობრივი თვითმმართველობის და ცენტრალური ხელისუფლების მუშაობის იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქები, ჩვენი სოფლები და ის მიმართულებები, რომელიც განსაკუთრებით ბავშვებს ეხება, იყოს კიდევ უფრო მოწესრიგებული და განვითარებული. სრულად განახდა როგორც შიდა ინტერიერი, შენობის მდგრადობის ნაწილიც, ასევე ახალი ინვენტარით დაიტვირთა.
მოეწყო გარეთ, როგორც ხედავთ, საკმაოდ კარგი გამწვანებული ეზო. ვფიქრობთ, რომ დაახლოებით ერთ კვირაში უკვე შესაძლებელი იქნება აღნიშნული ბაღის გახსნა. მოუთმელად ველოდით ამ ბაღის გახსნას. ძალიან მიხარია, რომ ასეთი ლამაზი გარემო არის და ჩვენ შვილებს მოუწევთ ასეთ გარემოში სწავლა-განათლების მიღება. დავათვალიერეთ ყველაფერი, მართლაც ძალიან კარგად გამოიყურება ახალი ინვენტარი. იმედია, რომ ბავშვებსაც ძალიან მოეწონებათ და მიეჩვევიან კარგად. რუსთავის სპორტის სასახლეში საინფორმაციო ღია კარისხი გაიმართა და იმ სერვისების პრეზენტაცია მოეწყო, რომელსაც რუსთავის მერიის სპორტის განვითარების ცენტრის თავაზობს რუსთაველებს. რუსთავის მერიის სპორტის განვითარების ცენტრი და სასახლე სპორტის 27 სახეობას 2500-მდე მოზარდ სპორტსმენს და 85 მწვრთნელს აერთიანებს. ღია კარისხზე საჩვენებელი გამოსვლები და ვარჯიში მოეწყო. დარიგდა საინფორმაციო ფლაიერები, შედგა სამოტივაციო შეხვედრები ცნობილ ქართველ სპორტსმენებთან, ევროპის და მსოფლიო ჩემპიონატების პრიზიორებთან. სპორტული აქტივობების პარალელურად სასახლის ფოიეში კიბერფეხბურთის ფედერაციის სივრცე იყო გახსნილი, სადაც მინი ტურნირები გაიმართა და მონაწილეთათვის სპეციალური პრიზებიც გათამაშდა. რუსთავის სპორტის სასახლე 2024 წლის მარტში გაიხსნა. მისი სერვისებით წელიწადში 7200 სპორტსმენი სარგებლობს და გახსნის დღიდან დღემდე 25 საერთაშორისო და ადგილობრივ ტურნირთა ღონისძიებას უმასპინძლა. დღეს რუსთავის სპორტის სასახლეში გაიმართა ღია კარის დღე. აქ წარმოდგენილი იყო ყველა სპორტის სახეობა, რომელიც შეთავაზებული არის რუსთაველი ბავშვებისთვის, ახალგაზრდებისთვის. სპორტის სასახლეში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია და ზოგადად სპორტის მხარდაჭერა ჩვენი ერთ-ერთ უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. დღეს ჩვენ ვიმყოფებით ქალაქ რუსთავის სპორტის სასახლეში, რომელიც არის მულტიფუნქციური. რა თქმა უნდა, ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის ჩვენი ახალგაზრდა თაობისთვის. ჩვენ ამ სივრცეში შეგვიძლია, რომ ბავშვები დავაკავოთ სხვადასხვა სპორტით და არის ძალიან მრავალფეროვანი არჩევანი. პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ წინა საარჩევნო პროცესები შეაჯამა. მისივე თქმით, საარჩევნო პროცესი იყო კონკურენტული და თვისებრივად თავისუფალი, როგორც ადმინისტრაციული რესურსის გამოყენებისგან, ისე მუქარისგან, ზეწოლისგან და ძალადობისგან. პრემიერის თქმით, ასევე 4 ოქტომბერს შედგება უმნიშვნელოვანესი არჩევნები, სადაც საქართველოს მოქალაქეები თავიანთი ქალაქებისა და სოფლების განვითარების ბედს განსაზღვრავენ. ირაკლი კობახიძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ასევე განაცხადა, რომ 4 ოქტომბერს 100,000 თანამოქალაქე გამოვა და მხარს დაუჭერს ქართულ ოცნებას და აღნიშნა, რომ თუ ანონსებენ კონსტიტუციური წყობილების დამხობას ან ძალადობით შეცვლას, სახელმწიფო შესაბამის პასუხს აუცილებლად გასცემს. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ევროპული პოლიტიკური გაერთიანების მე-7 სამიტის პარალელში მონაწილეობა მიიღო პანელურ დისკუსიაში თემაზე ეკონომიკური უსაფრთხოება, ევროპული დამოკიდებულებების შემცირება. რგვალი მაგიდის ფორმატში გამართულ დისკუსიაზე სიტყვით გამოსვლისას მთავრობის მეთაურმა საქართველოს სატრანზიტო პოტენციალსა და შუა დერეფანში ქვეყნის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა. ირაკლი კობახიძემ ხაზი გაუსვა საქართველოს სტრატეგიულ მდებარეობას მინერალური რესურსების სფეროში საერთაშორისო თანამშრომლობას და აღნიშნა, რომ ქვეყანას აქვს პოტენციალი ხელი შეუწყოს კრიტიკული მნიშვნელობის მინერალების სტაბილური და დივერსიფიცირებული მიწოდების ჩაჭვების არსებობას არ მხოლოდ ევროკავშირისთვის, არამედ გლობალურად. მთავრობის მეთაურმა ისაუბრა ქვეყანაში მიმდინარე მსხვილი ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მნიშვნელობასა და რკინიგზის მოდერნიზაციაზე, რაც ქვეყნის ლოჯისტიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას ემსახურება. შინაგან საქმეთა სამინისტროს საჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენა შენახვის რეალიზაციისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით საქართველოს 1 მოქალაქე, ხოლო უცხო ქვეყნის 3 მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა ბრალდებულების პირადი და დროებითი საცხოვრებელი სახლების შრეკისას, ასევე სხვადასხვა ადგილიდან ნივთმტკიცებად ამოიღეს სარეალიზაციო გამზადებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები, მათ შორის ჰეროინი, მორფინი, გამომშრალი მარიხუანა, ნარკოტიკული საშუალებების დაფასოებისთვის და კულტივირებისთვის საჭირო მასალები. პოლიციის მიერ ნივთმტკიცებად ასევე ამოღებულია ერთ-ერთი ბრალდებულის მიერ უკანონოდ გაყიდული ნარკოტიკი. დანაშაული 20 წლამდიან უბადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეციალური საიმიგრაციო კონტროლის ღონისძიება ჩაატარეს. დაკავებულია უცხო ქვეყნის 14 მოქალაქე, მათ შორის არიან ინდოეთის, ბანგლადეშის, პაკისტანისა და თურქმენეთის მოქალაქეები. დადგინდა, რომ ისინი ქვეყანაში იმყოფებოდნენ უცხოელთა და მოქალაქეობის არ მქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დარღვევით. ამჟამად აღნიშნული პირები მოთავსებულნი არიან მიგრაციის დეპარტამენტის დროებით განთავსების ცენტრში. მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები მათი ქვეყნიდან გაწევების მიზნით. ამ და სხვა სიახლეებს ნახავთ TV4-ის ოფიციალურ ვებგვერდსა და Facebook გვერდზე, რომელიც მუდმივად განახლებად რეჟიმში მუშაობს.